ვისაუბრებთ კვებაზე და პროდუქტიულობაზე. უმრავლესობა ადამიანი, ვინც დღეს აქ მოხვდით, დიდი ალბათობით მოხვდით სასოფში, იმიტომ რომ დატვირთული დღის მერე გადაწყვეტეთ ჩვენთან გამოგზაურობა, რისთვისაც მადლობას გიხდით. ასე რომ ვისაუბროთ, როგორ დავრჩეთ პროდუქტიულობით ხელი დღის განმავლობაში. რატომ გვჭირდება დაკონკრეტება კვებას და პროდუქტიულობის და რატომ მეგონი ნაწილი თქვენგანი ვერ ხედავს, რატომ არ ვიძახით ზოგადად ჯანსაღ-კვებას, იმიტომ რომ ჯანსაღ-კვებას აქვს თავისი ბევრი ფაქტორი. ვიძახით რომ ჯანსაღი კვება არის ქვაკუთხედი, რომელი კუთხიდან შევხედავ, იმის მიხედვით ჩემი რეკომენდაციებით შეიცვალა. ანუ მე თუ მივყვებით ჯანსაღ-კვებას წონის კლუბისთვის რეკომენდაციები იცვლება, მე თუ მივყვებით ჯანსაღ-კვებას ფიზიკური აქტივობის მაქსიმალიზაციისთვის ჩემი რეკომენდაციები იცვლება და მე თუ მივყვებით ჯანსაღ-კვებას პროდუქტიულობისთვის ჩემი რეკომენდაციები იცვლება. კარგი, კვება არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ტვინის ფუნქციონირებისათვის. პროდუქტიულობაში საკვებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ჩავქვით, ეხლა მითხარით, რამდენი ადამიანი რატომ მოვიდა ესე? რამდენი თქვენგანი ყოფილა სიტუაციაში, როცა თავზე საყრელი საქმე აქვს, მაგრამ ენერგიის დონე ისეთი დაბალია, ვერც კი გადაუწყვეტია, რომელი საქმიდან დაიწყოს მუშაობა. თუ ამ პოზიციაში არასდროს ყოფილხართ გილოცავთ, რაღაც არის თქვენ ცხოვრებაში, რისთვისაც სცენის მეორე ნაწილს თქვენ დაგითმობთ და მოგვიყევით, მაგრამ დაკავებული ადამიანის სტაბილური ყოფა, საიდან დაიწყო მუშაობა, ენერგია არ მაქვს და რას ვაკეთებ, როცა ენერგია არ მაქვს? მაგნიუმს ვამ პრევენციისთვის. კარგი და მაგნიუმის დალევის მერე დიდი ალბათობით ჭამას ვიწყებ ან ყავას მივაშურებ. ცილებს ვამატებთ, ეს ახლა ესეთი დავარცხნილი პასუხია. როცა მშია და აქედან 9 საათში ჩასაბარებელი მაქვს დიდი პრეზენტაცია, დიდი ალბათობით ყველაზე მარტივი ენერგიის წყაროს მივაშურებ ხოლმე. ხო ესეა, მარტო მე ხო არ ვარ ესე მითხარით. კარგი, მე როცა გავიხსენეთ ბოლოს როდის ვჭამეთ, აღმოჩნდება რომ 9 საათის წინაც ენერგია დამჭირდა და მივირთვი. მე გამახსენდება რომ იმის 9 საათი ადრე უბრალოდ ვიღაცამ ნერვები მომიშალა და გული გადავაყოლე და 9 საათი ადრე უბრალოდ მეგონა რომ ეს გამიფუჭდება. თელღე კვების ბაზაში, საცობში მოვხვდი და იქ სადღაც ხელს რაღაც წავაყოლე, მესმის ესეა და მაშინ როცა გვინდა რომ ენერგია მოგცეს საკვებმა, აღმოაჩინეთ რომ 9 საათში იმაზე ნაკლები ენერგია გვაქვს, ვიდრე გვექნებოდა. ესე იგი, თავისაყრელი საქმე, ენერგიის დონე ისე დაბალია, ვერც კი ვაკონტროლებთ, საიდან დავიწყოთ მუშაობა, ბევრ თემას, ბევრ არა უცნობ სიტყვას არ გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია და ვიდეოშიც ლამაზად გამოჩნდებოდა, ბევრ უცხო სიტყვას არ გეტყვით. მოკლედ, ერთ-ერთი ესეთი ტერმინი არის გლიკემიური ინდექსი. რაო, რა ინდექსიო, გაიგიათ ვინმე ეს? კარგი. გლიკემიური ინდექსზე დღეს ბევრს ვისაუბრებთ. მოკლედ, ერთ-ერთი შემთხვევაა, წარმოვიდგინეთ, რომ მთელი დღის განმავლობაში გვაქვს ენერგიის ნახტომები. ანუ, რა ხდება, მივიღე საკვები, მომცა ენერგია, თუმცა ჩემი ენერგია საათნახევარში დაეცა და ამის ნაცვლად მეორე ვარიანტია რომ მქონდეს სტაბილური ენერგია მთელი დღის განმავლობაში. რომელს ავირჩევდით, ლურჯ ზოლს თუ მწვანე ზოლს? აჰა, მაშინ გეტყვით რა გაძლევთ ერთს და რა გაძლევთ მეორეს. პირველ ნაწილში აი ამ მაღალი ნახტომს ენერგიის და ასევე დაღმასვლას მოგცემთ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები. ნახშირწყლებთან არის დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ შაქრებზე ბევრი რამე ცუდი გვსმენია. დღეს გეტყვით, რატომ აქვს დაკავშირებული ენერგიის გრაფა შაქრის მიღების გრაფასთან. და სანაცვლოდ დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები მოგცემს სტაბილურ ენერგიას. მოდი უცებ გადავხედოთ, რომელია და საბოლოოდ რას მივიღებთ? ესე იგი, რა ხდება? პირველ შემთხვევაში ენერგიის ნახტომი მაქვს, მივიღე, მგონია რომ თებს გადავდგა, მაგრამ აქედან დაახლოებით 45 წუთში ჩამომეძინა. ისევ გადავწყვიტე, მივიღო ენერგია, მგონია რომ თებს გადავდგამ, ჩამომეძინა და ესე ყოველ საათნახევარში ჩემი ან მეგობრის მერხზე რაღაცებს ვეძებ. სანაცვლოდ, რას ვიძახით, რომ ჯანსაღი კვება, რატომ გვინდა პროდუქტიული ენერგიის დღის განმავლობაში, დაახლოებით 3-4 საათი უნდა მიყვებოდეს დაბალანსებული ჯანსაღი საკვებიდან მოღებული ენერგია. აქედან მოდის მე რჩევაც ყოველ 3-4 საათში ერთხელ საკვები მიირთვით. ხო, რამდენჯერმე ვინ მიირთმევთ დღეში 3-ჯერადად, ან 4-ჯერადად. 5-ჯერადად, ხო? უმრავლესობა ადამიანისთვის ესეა, მივირთმევთ 3-ჯერ ერთი ხემსით, 3-ჯერ ორი ხემსით. ან შეიძლება მივირთმევთ მხოლოდ 2-ჯერ, მოკლედ ინდივიდუალურია მაგ ყველაფერს შევეხებით. ერთხელ 3 ხემსით ითვლება უბრალოდ დაბალანსებულში არა, მაგრამ კვებაში ითვლება. მოკლედ, მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები, რომელსაც ხედავთ, რაც არის თეთრი პური არის, სიმინდის პანტელი არის, გაზიანი სასმელი, ფუნთუშა და სხვა, რას აკეთებს? გვაძლევს სწრაფად ენერგიას, იმიტომ რომ მალე გადამუშავდება საჭმელობის სისტემაში მასში არსებული შაქრებს, ოძახით მარტივ შაქრებს.
სანაცვლოდ აი ეს ყველა ჩვენი ჯანსაღი პროდუქტი, მთელმორცლოვანი პროდუქტები, უმეტესობა ხორცის ზღვის პროდუქტი, ბოსტნეული, ბერძნული იოგურტი და მათ შორის შავი შოკოლადი, ბერძნული იოგურტი, გაწურული მაწვანე. გაწურული მაწვანე, ხაჭო, ჩვეულებრივი იოგურტი შეიძლება იყოს დაბალანსებული კვების ნაწილი, მათ შორის შავი შოკოლადი. რაც უფრო შავი, მით უფრო უკეთესი. მათ შორის თაფლი. თაფლს არ ვერჩით არაფერს. კარგი. პირველი კითხვა, რომელსაც მინდა შევეხო, არის თუ არა საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება. საუზმობას რას ვეძახით? ვეძახით უზმო პროცესის დარღვევას. ანუ რეალურად ჩემი ნებისმიერი პირველი კვება საუზმე გამოდის. თუმცა კალორიების შემცველი საკვების მიღება. ესე დავარქვათ. ყავა არ გაძლევთ კალორიას. შეგვიძლია ესე ჩავყვათ. რძიანი, შაქრიანი და კარაქიანი ყავა შეგვიძლია საუზმეში გავიყვანოთ. მოკლედ, რის საუზმეში რა უზმო ფაზის დარღვევაში. კაპუჩინოს თუდალევ უზმოდ აღარ იქნები, მაგრამ საუზმეს ვერ დაუძახებ. ეხლა გულისხმობ ძირითად კვებას გაღვიძებიდან პირველ საათში, საათნახევარში. რამდენი საუზმობთ? კარგი, რამდენი ფიქრობთ, რომ საუზმე აუცილებელია? დაახლოებით ვინც ფიქრობს, რომ აუცილებელია, ყველა საუზმობს, მაგრამ ნახევარი არ. კარგი, იცით რა მითხარით, ვინც არ საუზმობთ? ხო, მე ხა გულისხმობ გაღვიძებიდან პირველი 2 საათის შუალედში. ეხლა მითხარით, ვინც არ საუზმობთ, თავს დამნაშავედ რამდენი იგრძნობს? აი, გეუხერხულება, იმიტომ რომ გაგიგია რომ უნდა ისაუზმო და ამიტომ გაწუხებს. ნასაუზმოც არ გრძნობ თავს და თუ არის საუზმე, მაგ შემთხვევაში წუხდები, მესმის. ანუ მიუხედავად იმისა, ისაუზმებ თუ არა, 2 საათზე მაინც გშივდებათ. ესე იგი, მაშინ როცა საუზმეზე ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მადის მარეგულირებელ ჰორმონებზე, სიმართლე გითხრათ, და საბედნიეროდ მოუყვებიან. დიდი ხნის განმავლობაში რო გააგრძელოთ საუზმობა და პირველი 2 საათზე გაწვალდეთ და 2 კვირის განმავლობაში საკვები არ მიიღოთ, ცოტა ხანში ეგრძნობაც გაქრება პირველი 2 საათისთვის, ანუ რას ვცახი, მადის მარეგულირებელი ჰორმონები მიყვებიან ჩვენ ნაკადნახებს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც იციან, როდის გამოგვეყონ, ჩვენ განცდებსაც მიყვებიან, ასე რომ შეგიძლიათ მართოთ თქვენი შიმშილის გრძნობა. აი ამის თქმა მინდა. თავი არის დასაწყნარებელი თუ არ საუზმობთ, ამის თქმა მინდა. იმიტომ რომ უმრავლესობა ადამიანისთვის, ოღონდ საუბარი მაქვს მოზრდილ ადამიანზე და არა მოზარდებზე, საუზმე თურმე აუცილებლობას არ წარმოადგენს. მოგეშვა თუ არ მოგეშვა? ვინც საუზმობთ და ამას აკეთებთ იმიტომ რომ გაძლევთ ენერგიას, თავს ნაკლებად მშიერად გაგრძნობინებთ მთელი დღის განმავლობაში და ამასობაში თქვენ თავთანაც პირველი ესეთი დაუსვით, რა ქვია, თიკი, ჭკის თქმა არ მინდა და თიკი დაუსვით, თქვენ დილის ესეთი კარგად დავიწყე, დღე და მე დღეს ჯანსაღი ვარ, გაგიმარჯვოთ ღმერთმა. თუ თქვენ ადამიანი ხართ, ვინც დილით საუზმობა, გაწუხებთ, გამძიმებთ, მერე მალევე მშივდება ესეთი ამბავიც გამიგია. საუზმობის მერე, არ ვიცი, მძიმედ გრძნობ თავს ან მეძინება. მოკლედ, ან კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დატვირთული ადამიანისთვის საუზმობას ვერ ვასწრებ. ვინ ვერ ასწრებთ საუზმობას? როგორი ყოჩაღი დარბაზი გვყავს, ყველა ასწრებს საუზმობას და ყველა საუზმობს. მოკლედ, სამსახურში საუზმობ, ეს ერთ-ერთი ალტერნატივაა. მშვენიერი. უმრავლესობა ადამიანი ვერ ასწრებს ხოლმე, დილით გავიღვიძე. ხდება, ეგეც ხდება. თავი გასამართლებელი არ იყოს თავის. ესე იგი, დილით გავიღვიძე და ბავშვები უნდა მოვაწესრიგო, სკოლაში გაუშვა, მე სამსახურში წავიდე და საუზმე ვერ მოვასწარე, რეალური ამბავია დატვირთული ადამიანის ცხოვრებაში. ასე რომ, თქვენ თუ არ ხართ მოზარდი, რომელიც მუდმივად შენების ფაზაშია თავისი ორგანიზმის, შეგიძლიათ საუზმე გამოტოვოთ ან ისაუზმოთ. უბრალოდ იცოდეთ, რომ მაინდა-მაინც არ ვისაუზმე და დილა ყავით და სხვა დანამატებით დავიწყე, რომელიც შეიძლება ჩემ უზმოკურს არ უხდებოდეს. ეს რეალურია, თუმცა მაგის მართვის სტრატეგიებიც არსებობს. მოდი გადავუაროთ.
შეიძლება უზმოზე ხილი შეიძლება თავარია ეს ხილი არ იყოს ისეთი რომელიც დისკომფორტს გაძლევთ და ნახეთ ყველა კითხვა რომელზეც პასუხს გაგცემთ იქნება ორიენტირებული ჯამრთელ ადამიანზე მე თუ გასტრიტის წინარე პროცესები მაქვს ან წყული ან მსგავსი გადახრები მაინდა-მაინც დილით ფორთოხლით დავიწყო დილა შეიძლება ობიექტური არ იყოს ასე რომ უმრავლესობა ადამიანისთვის დილის ხილის დაწყება ოკეია ისევე როგორც ხილის დაყოლება არ გიკითხავთ მაგრამ მაინც კი ესე იგი, უზმოზე ვარჯიშს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რის გამო ვარჯიშობთ. თუ გაგვიგია, რომ უზმოზე თუ ვარჯიშებ, უფრო მეტი ცხიმი დაიწובה, ეს არასწორია. თუ სიმსუბუქისთვის უზმოზე ვარჯიში ჩემი პრიორიტეტია, ან დღის განმავლობაში ესე მირჩევნია, იმიტომ რომ სამუშაო დღეს ვიწყებ და გვიან მომთავრებ, უზმოდ ვარჯიში შეიძლება იმის გათვალისწინებით, რომ წინა დღე კალორიულ ნორმაში ხართ გატარებული და ვახშამით შედარებით ხელშესახები გქონდათ. წყლით და ვაშლით თუ დავასრულეთ ვახშამი შეიძლება იდეალური მოცემულობა არ იყოს, მაგრამ თუ ვიცი რომ წინა ვახშამზე ნახრწლების წყარო მივირთვით ცილა, ცოტა ოდენობით ცხიმი და დილით უზმოზე მაინდა-მაინც მარათონი არ მაქვს არბენი, პრობლემას უმრავლესობა ადამიანისთვის ვერ ვხედავ. თავი ეს არ იყოს, წინა დღეს ვიშიმშილე, ვახშამიც არ მივიღე 5 საათი მეძინა და დილით ქრონიკულ კარდიოს ვაკეთებ წონის დასაკლებად. აი აქ ნეგატივი აწერებებს სარგებლობს. სხვა შემთხვევაში უზმოდ ვარჯიშის თუ ესე მოგწონს, ან სხვა ბიზნესებს ემსახურება კი ბატონო. ესე იგი, უცებ გადავირბინოთ ჯანსაღი საუზმეები. ჯანსაღი საუზმეა ომლეტი ყველით, ბოსტნეულით, სალათით და მთელმორცლოვანი პურის ნაჭრით. ეხლა მთელმორცლოვანი რას ნიშნავს? პური, რომელიც დამზადებულია მთელმორცლოვანი ბურღულეულიდან. ეს შეიძლება იყოს ჭვავი, ეს შეიძლება იყოს ქატო, ეს შეიძლება იყოს სხვა დაღირგილი მარცვლეული. უბრალოდ ისევეთ, რომ პურის ფერი არ გვეუბნება პური ჯანსაღია თუ არა ჯანსაღი. შავი პური თეთრ პურს ჯობია არ არსებობს, იმიტომ რომ თეთრი და შავი ფერი არაფერს მეუნება თუ არ ვიცი რომ ფქვილი რომელთაც ვამზადებ არის მთელმარცვლოვანი. რო გადმოატრიალებთ ეტიკეტს და ეტიკეტის კითხვა ცალკე უნარია და ამაზე ცალკე შეხვედრა უნდა გავაკეთოთ ალბათ. უნდა ეწეროს რომ დამზადებულია უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილისგან კი არა, როგორც აწერია ხოლმე და უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილი ნიშნავს რომ ულტრაპროცესირებული თეთრი ფქვილია, ანუ ეს უფრო ნაკლებად გვინდა და მთელმორცლოვანი დაღირგილი შეიძლება ესე ეწეროს ფქვილი გამოგვადგება. მოკლედ ომლეტი ბოსტნეულით და პურით იდეალური ვარიანტია. მთელმორცლოვანი შვრიის ფაფის წყარო რძით, თხილეულით და კენკროვანით იდეალურია. ამასობაში ორაგული, ავოკადოთი და შავი ტოსტით. ამას ყოველთვის ბოლოს ვანახებ ხოლმე, იმიტომ რომ ჯანსაღკვებაზე აუცილებლად მაღალ ბიუჯეტური კვება ახსენდებათ ხოლმე, რომელიც რეალობას არ ნაკლებად შეესაბამება, იმიტომ რომ კვერცხი შეგვიძლია მომიმზადოთ, მთელმორცლოვანი შვრიის ფაფა და ასევე, ჩემი საყვარელი ერთ-ერთი საუზმე. მაგრამ ამასობაში უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მაშინ როცა ორი საუზმე ერთმანეთს გავს, მათ შორის მომზადების სისწრაფით, მათ შორის გემოვნური თვისებებით და გარეგნობით ერთი და იგივე ნუტრიენტული ღირებულება არ აქვს. რას ხედავთ ჩემ ხელმარცხნივ? ჯანსაღს და ნაკლებად ჯანსაღს, ხო ესე? ანუ პროდუქტს, რომელიც უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული ჩვენ რაციონში, მთელმორცლოვანი შვრიის ფაფა და რძე, როგორ ვუძახით, სიმინდის ფანტელები, იგივე ხლოპიოები, როგორც ბერუსი და ნაცნობი. მაშინ როცა ორივე დაახლოებით 10 წუთში მზადდება, ეს უფრო სწრაფად, ორივე რძე მოიცავს და რაღაც ტიპით ბურღულეულს, ეს საუზმე იქნება თქვენთვის ან თქვენი შვილებისთვის იმის წყარო, რომ სამსახურში რომ მიხვალთ, ვაიმე რატომ ეძინება და მშია, ან ბავშვს მეორე გაკვეთილის მერე ჩამოეძინოს და ეს საუზმე შეიძლება იყოს წყარო, რომ ლანჩამდე მშვიდად მივახციო. იგივე მიმართება მაშინ, როცა ტოსტი და პურია ორივე, ერთი შემთხვევა შოკოლადის კარაქი და ტოსტი და მეორე შემთხვევა იგივე ტოსტზე კვერცხი, ავოკადო და ეს სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს რა არის, მაგრამ თქვათ რომ არის ან კარაქი ან კრემყველი. სრულიად განსხვავებული ენერგიის წყაროს მოგცემთ. ბოლოს როდის გახსოვთ, როდის მიირთვით, სად არის ჩვენი ხლოპიო? როდის გახსოვს ენერგია განცდები, რაც მოგცა? გემრიელია დილით. რამდენ ხანში მოგშვიდა ხო გახსოვს დაახლოებით? მალე. ბოლოს როდის მიირთვით შვრიის ფაფა? დილას დღეს. რამდენი საათი გასტანეთ ლანჩამდე? როგორ დაამზადეთ? მოდი ახლა დეტალებში შევიდეთ. აჰა.
შვენიერი. შემდეგში დაამზადეთ რძეზე, დაუმატეთ კარაქი, დაუმატეთ თხილეული და ნახეთ 4 საათი როგორ იქნებით ბედნიერად. ანუ კარაქი შეგვიძლია ხო ჭამოთ, კარგი. კარაქი შეგვიძლია ვჭამოთ. ეხლა რო შევიჭრათ მაინდა-მაინც სულგუნს უჩადებ ღომთან მიახლოებული გამოდის. კარგი, მოდი ცოტა ხანი დავბრუნდეთ ჩემ პროფესიულ მიმართებაში და ვთქვათ, რომ ნაჯერი ცხიმები, რაც არის ცხოველური წყაროდან წამოსული ცხიმები, რეგულირდება თავისი გადანაწილებით. გვეუბნებიან, რომ დღის განმავლობაში კალორიების 10%-ზე მეტი არ უნდა მოდიოდეს ცხოველური ცხიმის წყაროებიდან, ნაჯერი ცხიმებიდან, მათ შორის კარაქი, სხვა ცხოველური ცხიმები. ანუ რეგულაციებში ჩდება, მაგრამ რეგულაციები არ ნიშნავს მის სრულად ამოღებას, ასე რომ კარაქის მიმართ აი ხა თუ შემადარებინებ კარაქს და მარგარინს, რომელიც ცალსახად ტრანსცხიმების წყაროა, გეტყვი რომ რამდენი ძგინი იმდენი კარაქი მივირთვი და საერთოდ არ გაეკარო მარგარინს. ხო. კარაქზე თავისუფლად რეკომენდაციების ქვეშ. რაღაც კითხვა გქონდათ სამ გადავიდოდი კარაქს, მაგრამ მეგონი თავიდან ჯანსაღყოფაში რამდენი გამოიყენება კარაქი? მანამ სანამ ჩებით დღის კალორიაჟის 10%-იან ზღურბლში გამოიყენება კარაქი თავისუფლად. მე კიდე უფრო ხელგაშლილი ვარ ხოლმე კარაქის და სხვა ცხოველური ცხიმების გამოყენებაზე. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, მისი დანაყრების და სხვა პროფილის გამო. მაგრამ უმრავლესობა ადამიანისთვის კი, ჯდება კარაქი, თავარია მაღალ ტემპერატურაზე არ მოუხვედროთ. გააჩნია. ნახე, მართალია დებულება, რომ მე თუ დღისით მოვხვდი დაბადების დღეზე და ორნაჭერი ტორტი მივირთვი, ან ლანჩზე თანამშრომლის დაბადების დღეა, მთელი დღე მაქვს იმისთვის, რომ ფიზიკური აქტივობა ისე წავმართო, რომ მიღებული კალორიები ბალანსში გადავიყვანო. მაგრამ თავისით აკეთებს ორგანიზმი ესე არ არის მართალი. ანუ თუ ამას ორგანიზმი თავის დილით აკეთებს, საღამოს ვერ აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საღამოს არ უნდა უჭამო. რაც არასწორია. მაშინ როცა არსებობს ცირკადული რითმი, ეს არის საათი, რომელიც შაშენებული გვაქვს აი აქ და გვეუბნება რაღაცეები როდის წარმოიქმნას, მათ შორის ჰორმონები გამოიყოს, თავის მიმართებები აქვს და დაძინებასთან მიახლოებულ საჭმლის მომნელებელი სისტემის აქტივობაც მცირდება, ისევე როგორც გაცემული ენერგია, არანაირი მიუხედავად ამისა, არანაირი ფერი არ არის, რომელიც დილის საათებში მეტი კალორიების გადამუშავების უნარს გვანიჭებს და საღამოს საათებში ნაკლებად. კარგი. მოკლედ, ეს ორი მიმართებაც სწრაფი, ერთმანეთისგან განსხვავებული. ლანჩი, ყველაზე დატვირთული კვება სამუშაო დღისთვის. ვინ ნახერხებთ ლანჩს? კარგი, უმრავლესობა თქვენგანი. აქ იქნებით ადამიანები, ვინც ლანჩს გამოტოვებთ ხოლმე, იმიტომ რომ არ გცალიათ. იქნებით ადამიანები, ვინც ლანჩზე არაადეკვატურ, უბრალოდ არასასურველ გადაწყვეტილებას მიიღებთ, იმიტომ რომ გეშქარებათ და იქნებით ადამიანები, ვინც ლანჩზე მიღებული არასწორი გადაწყვეტილების მერე ჩამოგეძინებათ შეხვედრაზე. არც თქვენ იქნებით ბედნიერი და არც თქვენი ზემდგომი ან თვითონ საქმე რომელსაც აკეთებთ. რისი თქმა მინდა, მაშინ როცა ლანჩი იქნებოდა ყველაზე კარგი დრო, თქვენ რომ არ მუშაობდეთ, ანუ სტანდარტულ სამუშაო რუტინას რო არ მიყვებოდეთ, ლანჩი ყველაზე კარგი დრო იქნებოდა, ყველაზე დიდი პორცია და ულუფა საკვები მიგეღოთ. იმიტომ რომ დღის შემდგომ რაღაც პერიოდია გასული, დაღამებამდე ბევრი დროა დარჩენილი და თუ მართლა როგორც მე მიყვარს თქვა, ტახნახევარის ჭამა მინდა, ლანჩი იქნებოდა იდეალური დრო. თუმცა ეს დაკავებული ადამიანისთვის შეუძლებელია, იმიტომ რომ თუ პორციას გადავამეტე საკვების, ან მაღალნახრწლოვანი კვება მომივიდა, მალევე ჩამომეძინება ლანჩის შემდგომ. ანუ ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცნაირად ლანჩის ან პორციაა დასარეგულირებელი, ან ლანჩის ნუტრიენტული შემადგენლობა. ამიტომ მაშინ როცა ლანჩი ყველაზე ესეთი დიდი ულუფა შეგვიძლია ლანჩზე მივიღოთ და გადავამუშაოთ, დატვირთული ადამიანის ცხოვრებაში ლანჩი უნდა იყოს ადეკვატური პორციის, ადეკვატური ნუტრიენტების და ასევე სწრაფი. მოკლედ, იდეალურ შემთხვევაში ლანჩი უნდა გავამზადოთ. ხშირად მეუბნებიან მათ შორის დაკავებული ადამიანები, ვისაც ხშირად მუშაობ, რომ არ მაქვს დრო, რომ ლანჩი გავიმზადო. თუმცა კალკულაციებში, რომელშიც ალბათ ესეთი ადამიანები კარგები ვართ, არ ვითვალისწინებთ ხოლმე იმ დროის ოდენობას, რომელიც გამოგვითავისუფლდება მაშინ თუ ლანჩისთვის წინასწარ დროს გამოვყოფთ. ვინ მეატარებთ ლანჩს სამსხურში? ვინც ატარებთ სტაბილურად. გთხოვთ მითხარით, თქვენი სუბიექტური და ობიექტური აღქმა იმისა, რამდენი დრო გაქვთ დღის განმავლობაში. მეტი დრო გრჩებათ თუ ნაკლები დრო გრჩებათ?
ვიდრე წამოვიღო. ანუ ის ფაქტი რომ დავამზადო ლანჩი მიუხედავად იმისა რომ დროს გულისხმობს, საბოლოო ჯამში დრო მეზოგება. მეთანხმებით? კარგი რომ გამოძახება შეგ. იდეალურია. სწორედ ამიტომ ადამიანები ვინც მეტყვიან რომ ლანჩის წამოღება არ შეუძლიათ, ყველაზე ადეკვატურად ლანჩის დრო რომ დაიწყება, მერე კი არ უნდა ვეძებოთ, აბა ეხლა რაც გამოვიძახებ, იმიტომ რომ რა ხდება, როცა მეჩქარება, ამასობაში ჩემი მეგობარი მოვა გვერდზე და მეტყვის რომ პიცას ვიძახებ ჯგუფი და ხო არ შემოგვიერთები და რა თქმა უნდა დავთანხმდები. ამ დროს როცა მე წინასწარ მაქვს განსაზღვრული ჩემ სამსახურთან ახლოს მყოფი 3 საკვები ობიექტი, საიდანაც განსხვავებული 3 პროდუქტი მაქვს, რომელიც მე ჯანსაღება მიყვარს და რომლის მეც ნახე რომ არ მეძინება, უკვე წინასწარ გავამზადებ, ან schedule, ანუ და წინასწარ გამოძახების option-ს აქვს ბევრ მათგანს, წინასწარ განსაზღვრობ საკვებს, რომელიც გამოძახება შემიძლია. ასე რომ ლანჩზე ვერ მიმაქვს, აღარ არის გამართლება, მაშინ როცა შეგვიძლია დავადგინოთ წინასწარი ლანჩის სახეები, რომელიც გვსიამოვნებს და ენერგიას გვაძლევს, კი არ გვართმევს. სპაგეტი, თინუსი და ბოსნეულით, საქონლის ხორცის სალათა ბულგარულით, ოსპისუნიანი, თელმორსლოვანი პურის წყაროთი. მაგალითებია, მაგრამ არასრული, რომელიც ჯანსაღ ლანჩად გვევლინება ხოლმე. რას მიერთმოთ ხოლმე ძირითადად ლანჩზე მითხარით? ვინც იძახებს? სალათი და კათმის მწვადი. ბერძნული სალათი და კათმის მწვადი. მაინდა-მაინც კარგ ვერსიებს ნუ მეუბნებით, ძალიან გთხოვთ, ცუდებით მითხარით. ჩაორმახინგალი პიცა. არა უშავს. თქვენ თუ იმის ფუფუნება გაქვთ, რომ ამ ყველაფრის მიღების მერე ჩამოგეძინოთ, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში მედიტერიანული დიეტა გაგიათ? ეს არის ისეთი კვების სტილი, რომელიც ასოცირებულია ყველაზე ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებასთან. ეს ადამიანებს ლანჩით საკმაოდ დიდი პორცია აქვთ, მაგრამ ასევე აქვთ შესვენების დრო ლანჩის შემდგომ, სადაც ან ისვენებენ, ან იდეალურ შემთხვევაში დავდივართ. მაინდა-მაინც წამოწოლა ლანჩის მერე არ იქნებოდა ადეკვატური გაწყვეტილება. ყველაფერი, რასაც დღეს გეტყვით, არის იმისკენ სწრაფვა, რომ უფრო მშვიდად ვიყოთ ჯანსაღყოფას, როცა შეეხება საქმე. კიდევ ერთხელ, საუბარი მაქვს ჯანმრთელ ორგანიზმზე, მათ შორის ნახშირწყლების გადამუშავების სტანდარტული მოცემულობით, იმიტომ რომ როცა ერთი მოცემულობა, რომელსაც მე მეშინია ყველაზე მეტად და ასევე გირჩევთ თქვენ გქონდეთ ყურადღებაში, რომელსაც ქვია ფიქსაცია ჯანსაღ კვებაზე. ამას უწოდებენ ორთორექსიას, ეს ტერმინია, რომელიც ორიენტირდება იმაზე, რომ მე მგონია, რომ ეს პროდუქტი ჯანსაღია და ამიტომ როცა დავლევ რაღაცეები კარგად წავა ჩემს ორგანიზმში, ან მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროდუქტი ცუდია და ამიტომ როცა მივიღებ აუცილებლად რაღაცეები ცუდად წავა ჩემს ორგანიზმში. ამ პოზიციას მოყვება ხოლმე მე კვების მიმართ ცოტა დარღვეული დამოკიდებულება კვებასთან დაკავშირებით, ასე რომ ნებისმიერი მოცემულობა, რომელსაც დღეს მოვიყვან, უნდა იყოს რა მოგვიტანს უფრო მეტ სიმშვიდეს ჯანსაღი კვების გზაზე. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მოცემულობა არ არის, რომ ყველაზე კარგი გზა ვიპოვოთ ჯანსაღი კვების გზაზე. ვიპოვოთ ის გზა, რომელიც ყველაზე შენარჩუნებადია და შესაბამისად ყველაზე კარგი. იმიტომ რომ დიეტები როცა ერთმანეთს დავადარეთ, ოღონდ დიეტებში არ გულისხმობ არაადეკვატურ დიეტებს. ესე იგი, ავიღე ეს ჩემი განსხვავებული დიეტები, ერთი დიეტა ვეგეტარიანული კვების სტილი, მეორე კარნივორი დიეტა ავიღოთ, ხორცმსჭამელთა დიეტა და მესამე არ ვიცი, კეტო. ანუ დიეტაში ახლა გულისხმობ კვების სტილს. იმიტომ რომ დიეტა ნიშნავს არა შეზღუდვას, ტკივილს და სიმწარეს, არამედ დიეტა ნიშნავს კვების სტილს. აი ამ ყოველ დიეტას თავისი სამეცნიერო ზურგი უმაგრებს მხარს. როცა დაადარეს ერთმანეთს ნებისმიერი კვების სტილი, ერთი და იგივე დროის განმავლობაში, მაშინ როცა კალორიული ბალანსი იყო გათანაბრებული, ერთნაირ შედეგს გვაძლევდა წონის კლების მიმართებაში. და მთავარი კითხვა, რომელიც დაისვა, იყო რომელი მათგანია იმ კონკრეტული ადამიანისთვის ყველაზე მეტად შენარჩუნებადი, ანუ მიჯაჭვულობას რომელი დიეტა იწვევს ყველაზე მეტად. მაშინ როცა კეტო ყველაზე რთულად ასაცავია, ძალიან უცნაური ამ პასუხს რა ვისმენ. სწორი კეტო დიეტა, მე არ ვიცი თქვენ რომელ კეტო დიეტას მიყობთ, მაგრამ სწორი კეტო დიეტა არის სუპერ რთული დასაცავი. ამ დროს კალორიების დაახლოებით 65-70% მოდის ცხიმებისგან. ანუ კეტო დიეტას არ მიყვებოდეთ, ეს არის რეალური კეტო დიეტა, 65-70% კალორიები წარმოიდგინეთ 2000 კალორიანი დიეტის ფონზე
არა, ყველა ცხიმი სხვა რამეც უბრალოდ აი კეტო დიეტის გაიდლაინი მეუბნება რომ 65-70% მივიღო ცხიმისგან და კეტო დიეტა შეიქმნა 60 დაწესებულებაში ეპილეფსიის მენეჯმენტის მიზნით და არა წონის კლებისთვის. ასე რომ ნებისმიერი ეს დიეტა მე ცუდად არის ხოლმე გადმოტანილი დიეტების კულტურაში, როცა სხვა საფუძვალი უდევთ. იმის თქმა უნდა რომ ნებისმიერი დიეტა მოკლედ ერთ და იგივე შედეგს მოგცემთ მანამ სანამ თქვენი ერთგულება ამ კვების სტილისადმი დაცულია. შესაბამისად, იმისკენ იქნებით მეტად ერთგული, რომელიც ყველაზე მეტად ახლოს არის თქვენთან. ხო, ესე ვერ უერთგულებთ მეზობლის ბიძაშვილის მიერ დაცულ კვების სტილს, რომელმაც 20 კილოგრამი სამთოში დაიკლო. ისეთ კვების სტილს უერთგულებთ, რომელიც თქვენ გავთ. წარმოგიდგენთ, რომ დიეტა ან კვების სტილი უნდა იყოს თქვენი მეგობარი და არჩიეთ ისეთი, რომელიც ყველაზე მეტად გავთ თქვენ. კარგია, ამას სადმე მე დავპოსტავ, იმიტომ რომ მომეწონა. ესე იგი, ბანანი და მიწისთხილის კარაქი. ეხლა დაუბრუნდებით მე შაქრების ნაწილს და 2 წუთში, ჯანსაღი კვების ნაწილზე რო გადავალთ, ხემსის ნაწილზე. ხო და რის თქმა მინდოდა, ანუ მაშინ როცა უნდა მიუდგე პროცესს მეტი სიმშვიდით, იმიტომ რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა ადეკვატური დიეტა მაძლევს დადებით შედეგს და ყველა არაადეკვატური დიეტა ნეგატიურ შედეგს. ვის გიცდიათ ბოლოს არაადეკვატური დიეტა, ჩემ გარდა. ერთ კვირაში 5 კილოგრამის კლებას რომ პირდება. როგორც მინდანი საზოგადოება ყავს, ხელს არავინ არ იწევს ხოლმე, როცა ვსაუბრობ ჯანკი ვინ მიიღო არავინ. არა, მე ხა მაგ საუბარი, KFC-ის ჯანკია სამწუხაროდ. ეხლა მაგ საუბარი დიეტებზე, რომელიც კვირდებათ ერთ კვირაში 10 კილოგრამის კლებას. საგანგაშო სტატისტიკა, ცოტას გამოგაფხიზლებთ. საქართველოს ევროპის მასშტაბით მეორეა ჭაბწონიანობის და სიმსუქნის სტატისტიკაში. თურქეთი გვისწრებს მხოლოდ საბედნიერო ჯერჯერობით ევროპის სტატისტიკაში გავყავართ, მხოლოდ თურქეთი გვისწრებს. ყოველი მეორე კაცი და ქალი ჭაბწონიანი ან მსუქანია, მსუქანია როგორც ეპითეტი, არამედ როგორც BMI-ის მიხედვით განაწილება. არც ისე კარგი საქმე გვაქვს ასევე მოზარდებში. მოკლედ, სიტუაცია საგანგაშოა და ამას მოყვება მედიტერიანული ქვეყნებიდან. მე კითხვას რო დავსვამთ ქვეყნებში, საქართველოს სადაც აღარ ვთქვით. ტრადიციული ქართული კერძები, მე მგონი ხარ იყავით ან იყავით, არის ჯანსაღი, მაგრამ მაღალკალორიული. ისევე არის მედიტერიანულ ქვეყნებში, ხო, ხემსი ვახსენეთ, თხილეული, იდეალური ხემსია, ჯანსაღი ხემსია, სად არის აქ მოქვს მოყვანილი, მაგრამ არ არის დაბალკალორიული, 100 გრამი თხილეულმა შეიძლება მოგცეთ 550-დან 650 კალორიამდე, ანუ დაახლოებით მისაღები კალორიების მე-4-დი. ანუ და ამასობას შემოგეჭმება ისე რომ ვერავინ ვერ გაიგებს წინ რო 100 გრამი ნუში გედო. ხო ესეა? ანუ კითხვა როცა დაისმება რა ხდება? გაიჩნია ქეში მოუხალავი არ შეიძლება. ტოქსინს შეიცავს, რომელიც მოუხალავ ქეშიუს მოერიდეთ. მოკლედ, როცა გავუყვებით ამ კითხვებს, ესეთ ქვეყნებში, მედიტერიანულ ქვეყნებში, ანუ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, რატო არის ამ ხელა სტანდარტი და მათ შორის ქუჩონკვანაში სიმსუქნის? პასუხი ერთია დიდი ალბათობით. მაღალკალორიულ საკვებზე ხელმისაწვდომობა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჯანსაღი იყოს და ჰიპოდინამია. ანუ მაშინ როცა წინ მუდმივად ნუში მიდევს და ამასობაში ფიზიკური აქტივობა თითქმის ნულზეა დასული, დიდი ალბათობით უბრალოდ ამის ერთადერთი პასუხი არ არსებობს, მაგრამ რაც არის ჩვენი ქვეყანა მეორეა ევროპის მასშტაბით, თურქეთი გვისწრებს მხოლოდ. კარგი. ეს რატო გითხარით, იმიტომ რომ მინევდა სტატისტიკის მოყვანა თქვენთვის. მიწისთხილის კარაქი და ბანანი. ჩვენიერი ჩამონაცვლებელია, ვერ ვძახით რომ დაბალკალორიული ჩამონაცვლებელია, მაგრამ ბანანს როგორც წესი უმრავლესობა ადამიანში არაფერს ვერ ჭირთ. მათ შორის მიწისთხილის კარაქსაც გააჩნია, მე თუ მკითხავთ, სახლში დამზადებული ყველაფერი ჯობია, თუმცა კიდევ ერთხელ თუ საუბრობთ ალტერნატივებზე, იმ ალტერნატივებზე, რომელ ალტერნატივებსაც უკეთესი შედეგი უნდა მოიტანოს ჩვენთვის ენერგეტიკული გაზიანის სასმისგან მიღებული ენერგია ესაჯობებს ბევრად. პირიქით, ჩავანაცვლოთ ენერგეტიკული სასმელები ბანანის და მიწისთხილის კარაქით. ოდენობა საწამალშიც არის გამსაზღვრელი წამალი იქნება ეს თუ საწამლავი. ასე რომ ყველაფერს უნდა ადეკვატური ოდენობა, თუმცა კარგი კომბინაცია, კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ, ენერგიის მომცემი ხემსა დღის განმავლობაში. სახლში დამზადებული პოპკორნი. მაშინ როცა პოპკორნი ყოველთვის ასოცირდება არაჯანსაღ კერძად, ხო ესეა, არაჯანსაღ ხემსად. ვინმე გვისურვებთ თქვენთვის ჯანსაღი კვებას რო იწყებდით, პოპკორნი ჭამეო, არ უთქვამთ. მოკლედ,
პოპკორნს, ანუ ჩვენს აი ამ პოპკორნს ქართულად რა ქვია, არ ვიცი. ბატიბუც არაფერს ვერჩით. არის მაღალი ბოჭკოს შემცველობა და დაბალი სხვა რაღაცეების. ანუ ნახშირწყლობიდან ძირითადად ბოჭკო შეიცავს, რომელიც საკმაოდ ამონაყრებელია. უბრალოდ ბატიბუტი ხდება პრობლემა მაშინ, როცა მივირთმევთ გვიანღამე, მივირთმევთ დიდობლთობით ფილმთან ერთად, დიდი ოდენობით და ბატიბუტზე მეტი მარილი აქვს გაკეთებული. და მეორე დღეს დილით რო ავდგები და ცხიმი მართალი ხარ არ ჯანსაღ ცხიმში ამოზადებული. ეს ყველაფერი ერთად მანდლს კომბინაციას მეორე დღეს ავდექი, სასწორეს დავდექი და სად გაქრა ჩემი ერთი კვირის ნაშრომი -300 ზუსტად 9 კილოგრამი. მაშინ როცა ეს ყველა კომბინაცია მეორე დღისით მოგცემს რას შეგვაშუპებს, უფრო მეტად ეს ქალბატონებს ეხებათ, იმიტომ რომ არაფერი დამიშავებია და ამ სასწორმა რა გადამიკიდა, სასწორი არ არის იდეალური მეგობარი თქვენთვის პროცესში, გირჩევთ რომ გქონდეთ სხვა აღწერითი მეთოდებიც, გარშემოწერილობა, ან ტანსატანისამოსი, რომელიც გიყვართ გრძელვადიან პერსპექტივაში. მოკლედ, ბატიბუტი თქვენ მიერ დამზადებული ჯანსაღი ცხიმის წყაროში ადეკვატური მარილის ოდენობით, არანაირი პრობლემა არ არის, პირიქით ჯანსაღი ხემში თუ ვინმეს გიყვართ, ცადეთ დღის განმავლობაში ხემსად და მერე შემომეხმიანეთ თქვენი დიახ თვითონ ვამზადებთ ხო ასე ვხვდები იმიტომ რომ კი საკეთებული შეიძლება აჭკისაც რო ყიდულობ და მიკროტალღულში აცნებ ის რაღაც ცხიმით და მარილით არის ხო მესმის კი პირველი ვიგულისხმე ანუ პირველი აროა სიმიდიდან შენ თვითონ ხელმისაწვდომობა მაღალი არ არის მართალი ხარ თუმცა კი იმიტომ რომ წინასწარ დამუშავებული თუ მივიღე უკვე დიდი განსხვავება არ იქნება ასე რომ გეთანხმებით გვისმენ შეიძლება მიმართავან ასეთ მეთოდს cheat day ასე ვთქვათ, ანუ შესაძლებელია რომ cheat day საკეთებ, თქვენ სახელი? ზურა. ზურა. პირველი წაღა რა ვთქვი, იყო უფრო მეტად გგონია რომ მთელი კვირას შრომას წყალში ღრე. იმიტომ რომ +500 გრამი წარმოიდგინოთ ერთი სამთენარი გადანაწილება 1 გრამ ნახშირწყალს შეუძლია 3 გრამი წყალი შეიკავოს. ანუ შეუძლია მარილით პლუს მარილით მდიდარ 200 გრამ პოპკორნს დაძნებამდე 1 საათი ადრე მიღებულს მეორე დღეს სამჯერ მეტი სითხის შეკავება მოგწეს იმის გათვალისწინებით რომ ადეკვატური ჰიდრატაცია არ მოხდარა. ანუ სითხის ხარჯზე ხდება დილით ეს ნამატი და მაგიტო ვიძახით რომ ჩვენი წონის კლების ამბავი არის გრძელვადიანი პერსპექტივა, მაგრამ cheat days არ მივესალმები და ახლა გეტყვით რატო არ მივესალმები cheat days. დიახ. cheat night-ი მშვენიერი. ნახეთ რა გულისხმობ, რატო არ მივესალმები 2 წუთში მიხვდებით. წარმოიდგინეთ რომ ეს არის კვირის დღეები და გადავწყვიტე რომ ორშაბათიდან დიეტაზე ვარ. დაიწყო ორშაბათი. ნუ ორშაბათიდან გადავწყვიტე, იმიტომ რომ ახლის დასაწყისია და ყოველთვის მიყვარს, მაგრამ მაგასაც დავანგრევ ზუსტ 2 წუთში, იმიტომ რომ ორშაბათიდან დიეტას არ უნდა ვიწყებდეთ. ყველავისაც პროცესში აქამდე მიყვებოდი, გთხოვდი, რომ გთხოვ ისე გავაკეთოთ რომ ორშაბათიდან არ დავიწყოთ. იმიტომ რომ ეს რაღაცა პათერნი იკვრება ჩვენ თავში, რომელიც ორშაბათიდან დაწყებულ დიეტას მერე აცუდებს. ეხლა რა არის პათერნი? გადავწყვიტე რომ დიეტაზე ვარ, ანუ დავიწყე წონის კლებისკენ მზადება. ამასობაში დავუშვათ რომ დიდ კალორიულ დეფიციტში ვექცევი. არ ვიცი, 500 კალორიით ნაკლებს ვიღებ. ეხლა რაც ნიშნავს კალორიულ დეფიციტი? 2000 კალორია თუ არის შენ ნორმა, იღებ 1500, ანუ 500 კალორიის დეფიციტში ექცევი. რაც უნდა მიგეღო, იმაზე 500-ით ნაკლებს იღებ. მესამე დღესაც 500-ით ნაკლებს იღებ, მეოთხე დღესაც 500-ით ნაკლებს იღებ და ამ ყველაფერს აკეთებ იმის იმედად, რომ აი მე-7 დღეს რომ მეგობრებს ნახავ, აი აქ შენი კალორიული დეფიციტი მოიხსნება. კარგი. ეხლა მოდი დავთვალოთ 6 დღის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 3000 კალორიის დეფიციტში მოვეკეცთ. ეხლა თქვენ მითხარით ესეთ გემრიელ სუფრაზე, ერთ კვებაზე. რამდენი კალორიის მიღება შეგიძლიათ თქვენი აზრით? ცოდოთ? რამდენი გვაქვს დათვლილი? ნუ 3000 მაინც, დაკვირდებით, მაინც რო არ მოყვდეთ ჯამით.
სტანდარტულ გადახვევას უდავარქმევთ საახალწლო დღეების მიღმა 3-4000 იკვება კალორია შეიძლება მივიღო ამ ჩემ გადახვეულ ერთ კვებაზე და ჩით დღეს რაც ახასიათებს სუდი არის ის რომ მთელი დღე ესეთ ფაზაში ვარ. მთელი დღე ვჭამ და ამასობაში 2 მაინც მაქვს დიდი მასიური კვება. ანუ ჩემი 3000 კალორია გაბათილდა იმ დღეს მიღებული პლუს 4000 კალორიით. და კვირის ბოლოს მეც მიკვირს და ვინც ეს შევამომცა რომ cheat day იქონდეს უკვირს, ვაიმე რა მოხდა? და მე რას ვაკეთებ? მე ისე ორშაბათიდან დავიწყე, იმის იმედად რომ ამ დღეს ყველაფერს გავაკეთებდი. იმიტომ რომ შედეგი არ მომეწონა, ამ დღეს 500 კალორიის დეფიციტი კი არ მოვეკეცი, 1000-ის მოვეკეცი. სამშაბათს საერთოდ არაფერი ვჭამე. და ესე მივდივარ იქამდე რომ ამ cheat day-ზე კიდე ორჯერ მევჭამ და საბოლოო ჯამში ვექცევი სიტუაციაში, სადაც მე მთელი კვირაც ბჭყალებში ვეღარ ვქაჩავ, ნებისყოფის არ იყოს, რომელიც ამ უწურვადი რესურსია, ნებისყოფა კაცმა ერთის რას ნიშნავს, მაგრამ კვირდებით რომ ამ უწურვადია, მე უკვე სამშაბათსაც cheat day მაქვს, ამის გამო 4 შაბათს არაფერს ვჭამ, 5 შაბათსაც შემომეჭამა. მაშინ როცა ესე არ ხდება, მაშინ როცა cheat day ნიშნავს მთელი დღის განმავლობაში ყველა გზა ჩემთვის ხსნილია. cheat day არის ყველაფერი ან არაფერი პრინციპის სახალისება, ასე რომ უფრო ადეკვატურია ვთქვათ რომ ის საკვები რომელიც მე cheat day-ზე უნდა მიმეღო და ის მენატრება, ადეკვატურად გადავანაწილოთ კვირის რამდენი დღეს იქნება, იმის გათვალისწინებით რომ კვირის უმრავლესობა დღეს კალორიულ დეფიციტში მოვიქცევით. ეს გვაუწყდება რომ წონის კლების გზაზე კალორიული დეფიციტი ერთ დღეში არ დგება, ანუ წონას ერთ დღეში არც ვიკლებ, არც ვიმატებ. 2 კილოგრამის დაკლება ერთ დღეში არ შეუძლია ჩემს ორგანიზმს, ანუ ფიზიკურად მაგის უნარი არ აქვს. ისევე როგორც მომატების. ანუ თუ პლუს 2 კილოგრამი ნახეთ სასტორზე, ნიშნავს რომ ან სასტორია გვერდზე ცოტა ჩასოშებელი, ან ბატარეა გამოსასვლელი, ან სითხე შეგიკავდათ, რომელიც წინაღამით ან არ გეძინათ და უფრო მეტად კიდევ ერთხელ ეხებათ გოგონებს მით უმეტეს რეპროდუქციულ ასაკში. cheat day-ის კონცეფციას არ მივესალმები, იმიტომ რომ ყველაფერი ან არაფერი პრინციპია, ადეკვატურად მოხდეს კალორიების ბალანსი და იმ საყვარელი პროდუქტების მიღება, რომელიც cheat day-ზე უნდა მიიღო მთელი კვირის განმავლობაში. ეს არის ერთ-ერთი სწორი მიდგომა, სხვა შემთხვევაში ემოციური დამოკიდებულება, რომელიც ყველას გვაქვს, მეგობრებო, მეუბნებიან ხოლმე, რომ კვებითი აშლილობა მაქვს, მაშინ როცა უმრავლესობა ადამიანისთვის კვებითი აშლილობა იცით რომ დიაგნოზი, რომელიც არსებობს, თუმცა ამ დიაგნოზამდე არის კვებითი დამოკიდებულება ემოციური. და ამ ნახეთ თუ კვებითი დამოკიდებულებას არ დავარქმევთ, ემოციური კავშირი კვებასთან ყველას გვაქვს. და ეს უნდა იყოს. და ემოციურ კავშირს ვერ გავიქრობთ. და არც უნდა გავიქროთ, იმიტომ რომ რაღაც ემოციები გვჭირდებოდა ადრე, როცა საკვები მომაყდებოდა, რომ ამდგარიყავი და მომენადირებინა. სამწუხაროდ კი თუ საბედნიერო დღეს ეგ ყველაფერი არ მიწევს და ემოციები დარჩა კვებასთან, რომელსაც ვერაფერს ვერ გავუკეთებთ, უნდა ვიცოდეთ ამ ემოციების კონტროლის ქვეშ მოყვანა ალბათ. იმიტომ რომ რეალურად კვების ცენტრი არის ჩვენ რეპტილიურ ტვინში, რომელზეც ვსახით რომ არის ყველაზე ძველი წარმონაქმნი თავის ტვინში. ეხლა რითიც აქვს ხედვართ და ერთმანეთი გვიყვარს, ვფიქრობთ მომავალზე, დღეს აღამოს რომ მივალთ ხოლმე ბავშვს უნდა ჩავაცო. აი ამ ყველაფერზე ვფიქრობთ, არის ტვინის უფრო ევოლუციურად ახალი წარმონაქმნების ქერქის ნაწილი. როცა საქმეზე მიდგება, აი ეს ჩვენი რეპტილიურ ტვინი ყოველთვის დაჯაბნის აი ამ ქერქის იმპულსებს. ანუ უძინარი ღამის შემდგომ მეორე დღეს მაციურამდე შვილი რო გადამეფაროს, შვილსაც მივაყოლებ ზემოდან. ანუ ისე უნდა მოვიქცეთ რომ აი აქამდე არ მივიდეს საქმე და ჩემი ადეკვატური კვების გათვალისწინებით, ჯანსაღი კვების გათვალისწინებით ყოველთვის შევეცადო რომ ვიყო კონტროლის ქვეშ და ჩემი დარღვევაც იყოს ჩემივე არჩევანი და არა დამემართა და არა შემომეჭამა. ხემსებზე ვისაუბრეთ. ხემსებზე ვთქვით რომ ყოველთვის არსებობს უკეთესი ალტერნატივა, მაშინ როცა სწრაფი წასახემსებელი მინდა და ამასობაში მაინდა-მაინც არ მინდა ნეგატიური ემოციები დამრჩეს ხემსის მერე ვაიმე რა დავაშავე. ანუ თუ მინდა რომ ხემსი მივიღო და ამასობაში ცოტა ბედნიერად ვგრძნო თავი და ადეკვატური გადაწყვეტილებისთვის ჩემ თავსაც შევაქო, კიდევ ერთხელ ჩვენი მეგობრები, რომლებიც წარმოდგენილი არიან დღეს, არმალატის იოგურტი 4 გემოთი ჩემი საყვარელი არის სხვათა შორის მანგო. მოკლედ, ფიქრობენ რომ ადამიანის თითო უჯრედზე თითო ცოცხალი მიკროორგანიზმი მოდის. ანუ მარტო არ ცხოვრობთ. იცოდით? მარტო არასდროს არ ხართ. თქვენ დიდი პროცენტი გადანაწილებულია თქვენ საჭმლის მომნელობელ სისტემაში. და საჭმლის მომნელობელ სისტემაში არსებული ჩვენი მეგობარი ბაქტერიები გვეხმარებიან, რაში გვეხმარებიან? ერთი გვეხმარებიან საკვების გადამუშავებაში და მეორე გვეხმარებიან იმუნური სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებაში, რა შუაში იმუნური სისტემა და ნაწლავები დადასტურებულია, რომ პირდაპირ ერთ-ერთი მთავარი ბარიერია
საჭმელ შემოქმედებელი სისტემა. შესაბამისად, საჭმელობელი სისტემის ჯანმრთელობა არის თქვენი ჯანმრთელობა და კვლევები, რომელიც ხანში მოგიყვანთ, კიდევ უფრო წინ მიიწევს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პრობიოტიკების ჯანმრთელობას, ანუ აი ამ ჩვენ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს და ჩვენ ჯანმრთელობას. ჩვენ თუ ისინი გამოვყვებეთ, ამასობაში ისეთი ნახშირწყლებით, რომელთაც იკვებებიან, მათ შორის იკვებებიან ბოსტნეულში არსებული ნახშირწყლებით, მათ შორის იკვებებიან ბოჭკოთი, რომელიც გაუგია ბოჭკო მივიღოთ ბოჭკო ჭამოთ. რატომ უნდა მივიღოთ ბოჭკო? წყალში ხსნადი ბოჭკოები, ასევე არის პრობიოტიკების საკვები, იმიტომ რომ ჩვენ ვერ შევიწევთ, იცოდით რომ ბოჭკოს ვერ გადაამუშავებთ. ბოჭკოს ვერ შეიწევთ. ანუ ბროკოლის იმიტომ უნდა მივირთო რომ ვერ შევიწევ რაღაცას, რა უცნაურია. მოკლედ ჩვენ პრობიოტიკებთან მიდის ეს პრობიოტიკების საკვები ნახშირწყლები, სანაცვლოდ გვადლობენ ვიტამინებს, მაგალითად K და B ჯგუფის ვიტამინებს. სად ხვდებით პრობიოტიკებს? პრობიოტიკებს ხვდებით უმრავლესობა ფერმენტირებულ პროდუქტებში. მჟავე კომბოსტოში, მჟავე კიტრში, მათ შორის რძის პროდუქტებში, კეფირში, მაგრამ თუ სამუშაო დღის შუალედში შეხვედრაზე შესვლა გიწევთ დიდი ალბათობით მჟავე კომბოსტო ნაჭამი არ იქნება ადეკვატური ამ პროცესის განხორციელება. ანუ კიდევ ერთხელ თუ საქმე მიდგება სწრაფ წყაროზე, ერთი ენერგიით შევისო, აღწერეთ რომ ამას შაქრებიც გვაქვს, ანუ გვაქვს ნახშირწყლები, გვაქვს ცილები, გვაქვს შაქრები. ამასობაში მომცეს პრობიოტიკების წყარო, ანუ დამატებული აქვს როგორც წესი რძის პროდუქტებს, მაგალითად კეფირს თვითონ აქვს ცოცხალი მიკროფლორა, ეს ბაქტერიები, თუმცა პასტერიზებულ რძის პროდუქტებში იმისთვის რომ იყოს უსაფრთხო, წინ პასტერიზებულ რძის პროდუქტი კიდევ შემდგომ წარმოებელი კეთილინებისამებრ ამატებს ამ ჩვენ მეგობარ ბაქტერიებს. ორი ტიპის ბაქტერიაზე მინდა გამოვხილოთ ყურადღება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება გამარჯვების პროცესში, არ ჩამოგეძინოთ, ჩემთან დარჩეთ. პირველი ტიპის ბაქტერია ეს არიან ლაქტობაცილები და ბიფიდობაქტერიები, რომელზეც არაერთი კვლევაა ჩატარებული, რომელიც ერთი იმუნური სისტემა, მათ შორის ზედასასუნთქის სისტემების ჯანმრთელობა, ვიღაცამ ჩაახვალა წაღან ვირუსების ემოდებული ფრთხილად იყავით და პრობიოტიკები შეიძლება ასევე იყოს თქვენი დამცველი იმუნური სისტემის ნაწილზე. ამასობაში საშუალებრივი სისტემის დისკომფორტთან ასოცირებული ნეგატიური პრობლემების შეკრულობა ან პირიქით დიარეა. მოკლედ პრობიოტიკები არის მომავლის კვლევის საკითხი, არაერთი მტკიცებულობა გვაქვს, კიდევ მეტი გვექნება და ნებისმიერი გზა, რომელიც ამ ჯანსაღ მიკროფლორას შეგვავსებს, უნდა იყოს თქვენი დაბალანსებული დღის ნაწილი. ამ შემთხვევაში პარმალატი, რომელიც ყველაზე ჩემთვის ყოველ შემთხვევაში სწრაფი გზა არის, თან ცუდად არ ვიგრძნო თავი პირიქით, კარგად და ამასობაში პრობიოტიკები შევივსო. ესე იგი, ორი ბაქტერია ყოფილა ბიფიდობაქტერია, რომელიც უფრო მეტად მონაწილეობს იმუნური უკაცრავად უფრო მეტად მონაწილეობს საშუალებრივი სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში და ლაქტობაცილა, ანუ ლაქტობაქტერია, რომელიც უმეტესად მონაწილეობს იმუნური სისტემის გამართულობაში, თუმცა ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ გამოდის. მითხარით, რამდენი ჭიქა ყავა დღესში დასაშვები ნორმა? რაც მეტი მით უკეთესი, არასდროსია, არასწორი. 4, 3, 5, 2, 1, 3 3-4 ჭიქა ყავა არის თურმე დღის დასაშვები დღიური ნორმა. უმრავლესობა ადამიანისთვის არ ვსაუბრობთ მოზარდებზე და ორსულებზე, და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებზე. ორსულებისთვის ვიცით რომ ერთი ჭიქა ყავა დაახლოებით არის ის ზედანორმა, ოღონდ ფრთხილად იყავით, თუ თქვენზე ნეგატიურად მოქმედებს, ესე იგი კოფეინს უნდა მოშორდეთ. და მოზარდებისთვის დადასტურებული კოფეინის უსაფრთხო ნორმა არ გვაქვს, იმიტომ რომ არ უნდა გქონდეს, მაგრამ ერთი ჭიქა აქაც ფიქრობენ დასაშვები შეიძლება იყოს. ეხლა, რატომ ჭიქა? ჭიქით უბრალოდ მარტივი აღსაქმელია მაშინ, როცა ყავის ოდენობა უნდა განსაზღვროთ კოფეინის დოზით. ეხლა მოდი გადავხედოთ ყველასთვის ნაცნობ სასმელში კოფეინის დოზებს. კიდევ ერთხელ, უმეტესობა ჩვენგანისთვის გაზრდა მოზარდებისა, ორსულებისა, ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისა, კუჭის პრობლემების მქონე ადამიანებისა 300-400 მილიგრამი კოფეინი ყოფილა ადეკვატური დოზა. ეხლა თუ 300-400 მილიგრამი კოფეინია უმრავლესობა ჩვენგანისთვის დასაშვები დღიური ნორმა, თქვათ რამდენი მილიგრამი კოფეინი რამდენი ყავაშია. დაახლოებით 100 მილიგრამია ერთ სტანდარტულ ჭიქა ყავაში, ერთი ამერიკანო რომ მიირთვათ, ამიტომ ვიძახით რომ უკვე ნახეთ 3-4 ჭიქა ყავა. მაგრამ თქვენ თუ 4 მაგ ესპრესოს ვამთ, შეიძლება 300 მილიგრამი კოფეინი ერთი ულფა ყავისგან მიიღოთ. ასე რომ ყურადღებით იყავით. მაჩა რომელიც შეიცავს დიდი ოდენობით კოფეინს, თუმცა იმაზე მეც არა როგორც წესი ვიდრე ყავა.
სტანდარტული ჩაი როგორც წესი 50 მგ კოფეინი შეიცავს, სტანდარტული მწვანე ჩაი მაჩასა და მწვანე ჩაის შორის დიდი განსხვავება დაახლოებით 35 მგ კოფეინი შეიცავს, მაშინ როცა კოფეინის გარეშეა კენკრა, კენკრის შაი და კოფეინის გარეშეა პიტნის შაი. თუ შავ ჩაისთან ერთად არის შეუღლებული. ეხლა, შემდეგი ამბავი, როდის უნდა დავლიოთ კოფეინი? როდის და რამდენი უნდა დავლიოთ კოფეინი, დამოკიდებულია ინდივიდუალურ ვარიაციაზე. არსებობს გენი, რომლის ეფექტურობაც განაპირობებს კოფეინის გადამუშავებას. ანუ, როგორც წესი, დიდი ალბათობით კოფეინი, რომელსაც მოიხმართ, თქვენ სისტემაში დარჩება 6-8 საათის განმავლობაში. 6-8 საათის განმავლობაში რჩება კოფეინი თქვენ სისტემაში. რას ნიშნავს? მე რო ეხლა ყავა დავლიე, წარმატებები მისურვეთ 12 საათზე დაძინებაში. რომელი საათია? 9. ესე იგი, მე რო ეხლა დავლიე 9 საათზე ყავა, დიდი ალბათობით მისი ეფექტი დაახლოებით 3 საათისთვის, კარგ შემთხვევაში ღამის 3 საათისთვის გასული იქნება. ანუ, ამდენი ხანი რჩება ჩემს სისტემაში და ამდენი ხანი აწარმოებს თავის ეფექტს. რა ეფექტია 2 წუთში გეტყვით. ზოგიერთ ადამიანზე, ვინც სწრაფი გადამამუშავებელია კოფეინის, მეტყვის რომ დღეში 6-ში ყავს სვამ თორნიკა და ძილის პრობლემა არ მაქვს. ვინმე ხართ ესეთი? ვინც, დასაშვებ ნორმაზე მეცვინს სვამს. ძილის წინ დავლიო პრობლემა არ მაქვს. ეხლა ნახეთ, აქ არის ორი ამბავი. ერთი შეიძლება თქვენ ობიექტურად იყოთ კოფეინის სწრაფი გადამამუშავებელი, თქვენ გენეტიკური ნაირსახეობის გამო და რეალურად არ გქონდეს ამ ოდენობა კოფეინის ამ დროს თქვენზე ზეგავლენა, ან შეიძლება უბრალოდ ვერ გრძნობდეთ კოფეინის ნეგატიურ ზეგავლენას. რას გულისხმობ? თუ კოფეინმა ხელი არ შეგიშალათ ჩაძინებაში, ღრმა ძილის პროცესები, სადაც რეალურად აღდგენითი პროცესები მიდის, ისე გაფუჭდეს, რომ ვერ შეამჩნიოთ. უბრალოდ დილით გაიღვიძოთ და რაღაცა ცოტა მეტი ძილი მჭირდებოდა ეს იგრძნოთ. მეორე ამბავია, მეუბნებიან ყავას სვამ და მეძინება. ძილში ხელს არ მიშლის კი არა, მეძინება. 99% შემთხვევაში, ან ყავას აქვს, ყავაზე მეტი შაქარი გარეული, ან ყავასთან ერთად ტორტს მივირთმევ. კოფეინის მიღების მერე დაძინება სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს ჰიპერაქტიული. პასუხი კოფეინზე, ანუ შეიძლება არ გიხდებოდეთ. მე მასე ვარ სხვა შორის მაჩაზე. თითქოს ენერგიას მაძლევს სამშობლოში. ანუ აი ყავას იმიტომ არ ვცხოვრობ ხილად. მაგრამ გაძინებს ამასობაში? ენერგიას გართმევს? არ დამძინებდა და მეცად და ესა ყავს იქნება. ხო, ხსნადი ყავა ამათში არ ჯდება ყავებში როგორც წესი თავის მიმდინარეობ. ეხლა საერთოდ რატო სვამთ ყავას? მიყვარს კიდევ? დამოკიდებულება მაქვს შეიძლება ენერგიისთვის. ენერგიას გაძლევთ? ყავას რომ 0 კალორია აქვს, იცით? დოპამინზე მოქმედებს, დოპამინზე. იცით რა შვება? არა მარტო დოპამინის გამოთავისუფლებას მოქმედებს. დოპამინის რეცეპტორებს ხდის უფრო გრძნობიარეს დოპამინის მიმართ. ეს თქმა მინდა, მაშინ როცა ყავას აქვს 0 კალორია, ანუ ენერგიის წყარო არ არის, ისევე როგორც წყალს, წყალი ენერგიას მაძლევს არა, წყალი გეხმარებათ ენერგიის პროცესები აწარმოოთ. ყავაც რეალურად გამოდგება თურმე, რომ თავს მაგრძნობინებს ნაკლებად დაღლილად. ეს შეუძლია ყავას. კოფეინი, ზუსტად, როცა ვიტყვი ხალ ყავას, ვახსენებ კოფეინს და პირიქით. კარგით? კოფეინს შეუძლია თავი მაგრძნობის ნაკლებად დაღლილად და მივადექით ამბავს, რომ კოფეინი არის ნერვული სისტემის სტიმულატორი. ეხლა მითხარით, რამდენს გაგიგიათ, რომ ყავა ან კოფეინი კალციუმისგან რეცხავს ორგანიზმს. მერე მაინც რატო სვამთ ყავას, ვერ გავიგე, კალციუმი არ გჭირდებათ? რატომ სვამთ ალკოჰოლს? სოციალური კეთილდღეობისთვის, ანუ გამართულ შემთხვევაში ხო დამოკიდებულების გარეშე. დამოკიდებულების გარეშე, იმიტომ რომ სოციალური კეთილდღეობა მოკლედ. ყავას რაც შეუძლია კოფეინს, კიდევ ერთხელ გააკეთოს არის თურმე უჯრედში და წყაროებიდან, უჯრედში და ვეზიკულებში კალციუმი გამოანთავისუფლოთ უჯრედს გარეთ. ეს გჭირდება აი ამ კალციუმის ამ მინერალის არსებობა მნიშვნელოვანია უჯრედებს შორის კომუნიკაციისთვის. ეხლა თქვენ რო ჩემი გესმით და ამით ინფორმაციას აღიქვამთ, ორგანიზმში საკომუნიკაციო სხვა გზები ჭირდებათ. ხო, დაუძახე და გაიგო არ ხდება, კომუნიკაცია ხდება ერთი ჰორმონალურად და მეორე ნერვული იმპულსის გადაცემით. მოკლედ, კალციუმს თურმე
გამოანთავისუფლებს ოღონდ ორგანიზმიდან გამორეცხავს კი არა, უჯრედში და წყაროდან გამოანთავისუფლებს უჯრედგარე წყაროში. სწორედ ამიტომაა ნერვული სისტემის სტიმულატორი და სწორედ ამიტომ გვიყვარს და ვიზახით ყავა მაფხიზლებს. მაშინ როცა საუბარი გვაქვს უკვე კოფეინის შეწოვაზე, შეუძლია თუ არა შეამციროს კოფეინის შეწოვა საშუალებელ სისტემაში, უბრალოდ კალციუმის შეწოვა კოფეინმა. პასუხია შეუძლია, თუ კალციუმის დეფიციტი გაქვთ. კოფეინის და ყავას კალციუმის წყარო არ დააყოლოთ, რაც შეიძლება იყოს რძის პროდუქტი. თუმცა ფიქრობენ, რომ უმრავლესობა ადამიანისთვის ეს იმდენად მცირედი ხელშემშლელია, რომ ერთი სუფრის კოზირძე დააბალანსებს კალციუმის ნეგატივს. ამიტომ ვიზახი, რომ თუ რძე შავას ხომ ყავაში ნაკლები პრობლემა მაქვს. იდეალურ შემთხვევაში ყავას ალკე და რძეს ალკე დავით დღის განმავლობაში. მაგრამ რატო ვიზახი ამას? ყავის დიდი მოყვარული ვარ, კოფეინის შეცვალის დღეების დიდი მოყვარული ვარ და ყოველთვის მეორე მხარეს ვიხრები ხოლმე აქამდე კარდიოლოგიურ კონფერენციებზე თუ 20 წელს წინ გამოვიდოდნენ და გვეტყოდნენ, რომ ყავა გულსახმელთა სისტემის დამაზიანებელია და მე ყავის შესვენებაზე ყველა ყავას მიირთმევდა, ეხლა აღარ უწევთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არაერთი კვლევით ამტკიცდა ყავის კოფეინის შემცველი სითხის დადებითი ეფექტები ნორმირებულად უმრავლესობა ადამიანისთვის. მნიშვნელოვანი აქვს ყავას როგორი ყავაა და მნიშვნელოვანი აქვს ჩაის როგორი ჩაია, იმიტომ რომ ის ანტიოქსიდანტური ნაერთები, რომელიც ყავაში და ჩაიშია, გვეხმარება პროცესების წარმართვაში, ეხლა რაც შეეხება ალკოჰოლს და ანტიოქსიდანტურ ნაერთებს ალკოჰოლში. ესეთი ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტური მოლეკულა არსებობს, რომელსაც ქვია რესვერატროლი, გაიგიათ? ბატონო? კანის მომავალში გამოიყენება აქტიურად და anti-aging დანამატებში. და მეუბნებიან, რომ რესვერატროლი ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია, ანუ ანთებით პროცესებს ებრძვის და რეალურად ესია 3 უძლიერესი ანტიოქსიდანტი გვაქვს ბუნებრივი წყაროებიდან. რესვერატროლი, რომელსაც ხვდებით კენკრაში, მოწითალო, მაგალითად ყურძნის კანში და ასევე წიფწებში. მათ შორის პომიდორში გვაქვს დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტები, როგორც E ვიტამინი, გაიგიათ ხო? E ვიტამინის მიღება, მათ შორის სახისმოვლის დანამატებში E ვიტამინი ხშირად გამოიყენება და მელატონინი, რომელიც მესამე უძლიერესი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ეს სამივე ანტიოქსიდანტი გვეუბნება, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობას გაგვიმჯობესებს და თუ ყურძნის კანში, მით უმეტეს წითელი ჯიშებისაში ხვდები რესვერატროლს, მაშინ ღვინო კარგია. ანუ ღვინო სასარგებლო. ღვინო სასარგებლო ყოფილა, ნახეთ, კიდევ ერთხელ. ღვინოში თუ მეტყვი რომ მამაპაპურად დამზადებული ფერმენტირება პროცესს გამოვლილი უშაქრო ღვინო მიდევს წინ, უშაქროს უცხობ დამატების გარეშე თორე ნახევრწლები იქნება შეგინთ მარც არის მარტივი შაქრები. გაგიმარჯოს ღმერთმა, ოღონდ იმის ფონზე რომ ამ ღვინოს თანსდევს დადებითი ემოციები უმრავლესობა ადამიანი, ნახეთ, სამედიცინო კუთხით არ არსებობს ალკოჰოლის, ანუ ეთანოლის დოზა, რომელიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. არც ერთი ჭიქა ანტიოქსიდანტურ პროცესებს აფერხებს და კიდევ ბევრ პროცესს აფუჭებს. ასე რომ, მაგრამ გადმოვდივართ უკვე რეალობაში და გადავდივარ ლურჯ ზონებში, დედამიწის, სადაც ხალხი ყველაზე ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრობს და ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრებ ადამიანებს გამოვკითხავ მის კვების სტილს და მეტყვიან, რომ ერთ ჭიქა ვისკის ან ერთ ჭიქა ღვინოს მიირთმევენ და ამასობაში ერთ ცალ სიგარას აბოლებენ დღის განმავლობაში. რა ხდება? რაც შემოდის სიგარა და ალკოჰოლი როგორც დადებითი ნაწილი. ამის თქმა მინდა, კეთილდღეობაში არის როგორც ფიზიკური, ისევე, ანუ კვება და ვარჯიში, ისევე ჩვენი ემოციური კეთილდღეობა, რომელიც საბოლოო ჯამში არანაკლებ როლს თამაშობს ჩვენს სიცოცხლის ხანგრძლივობაშიც. ეხლა შეგვიძლია ვიდეოთ გავუმარჯოს ხვანჭკარას. სულ წერტილში შემეხეთ, მაგაზე სულც ვერაფერს ვიტყვი. ისე თქმა მინდა, ალკოჰოლი შეიძლება იყოს დაბალანსებული ჯანსაღყოფის ნაწილი. ოღონდ მაშინ, როცა ალკოჰოლიდან ამოვიხედავ და ჩემ გარშემო არსებული ხალხით ბედნიერი ვარ და არა პირიქით ნეგატიური გრძნობების შესახშობად. ეს სად მოვედი, როგორ მოვედი აქამდე არ მახსოვს. მოკლედ, კორტიზოლი და ყავა. კოფეინს პირდაპირ კავშირი აქვს კორტიზოლთან. კოფეინს პირდაპირ კავშირი არ აქვს კორტიზოლთან, თუმცა თუ აქვს ვიცოდეთ, რომ კორტიზოლი გაღვიძებისას ყველაზე მაღალ წერტილშია, სხვა შორის სწორედ ამიტომ მიღვიძებთ. სხვა შემთხვევაში არ გაიღვიძებდით. უხეშად რო ვთქვათ. ანუ კორტიზოლზე ვიზახით, რომ არის სტრესის ჰორმონი. მაშინ, როცა კორტიზოლის სტრესს არ განიჭებთ. კორტიზოლი არის ჰორმონი, რომელიც სტრესზე საპასუხოდ გამზადებთ. ეს იგივეა მეფეების შიკრიკებს, რო ცუდი ინფორმაციის გამოკლავდნენ. შიკრიკი არაფერ შუაშია.
კორტიზოლი ცუდი ჰორმონი არ არის, კორტიზოლი გვამზადებს სტრესზე საპასუხოდ. ანუ უეფხვი რო გამოხდეს ჩემ ხელმარჯვნივ, დამჭირდება მომენტალურად ჩავრთო ჩემი ქვედაკიდურები, მოუმართო ჩემი ფოკუსი და გავიქცე. ხო? აი ამასთვის მომზადებს კორტიზოლი და არა მარტო კორტიზოლი, ადრენალინი, ნორადრენალინთან ერთად. მაშინ როცა კორტიზოლი, როგორც ინსულინი პრობლემა არ არის, ქრონიკულად მაღალი ოდენობით კორტიზოლი ხდება პრობლემა, რაც ამას იწვევს უკვე ჩვენი ემოციური სტრესი დღის განმავლობაში, არასაჭირო კალორიული დეფიციტი, არასაჭირო ვარჯიში, დიდი ოდენობით, რომელიც გვაქცევს ნეგატივში. ანუ სტრესი არსებობს ორგვარი. ერთი სტრესი ვეძახით ეუსტრესს და მეორე სტრესს ვეძახით დისტრესს. დისტრესი. ამ ორს შორის განსხვავება არის ხანგრძლივობა და სიმწვავე. ეუსტრესი, რომელიც სასარგებლო ორგანიზმისთვის არის მაგალითად ვარჯიში. 10 კილოგრამიან გირს თუ არ ავწევ, ვიდაოთ რომ ჩემი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება. მაგრამ თუ 50 კილოგრამის ლოდი დამეწვება ზურგზე და მომიწევს 2 კვირის განმავლობაში ვატარო, ჩემი ჯანმრთელობისთვის ცალსახად ნეგატიური იქნება. მცირე ოდენობით კალორიული დეფიციტი ან კვებისგან შეზღუდვა სასარგებლოა, მაშინ როცა ხანგრძლივად დიდი დეფიციტი და ხანგრძლივად კვებათა შორის შუალედები დიდი საზიანოა. ფეხების სიცივეში არ ჩაყოთოლე შულები არ გაყოლება, გაგიგიათ. ქრონიკულად ცივ გარემოში მუშაობა სასქესო ჰორმონებზე ნეგატიურად აისახება, მაშინ როცა საუნის ან ცივი აბაზანის სტრესი დადებით სტრესად მიიჩნევა. ანუ სტრესს შორის განსხვავება არის ხანგრძლივობა და სიმწვავე. მოკლეხნიანი მწვავე სტრესი უმრავლესობა სასარგებლოა, მოკლეხნიანი, უკაცრავად გრძელხნიანი დიდი მცირე ოდენობის სტრესი მაგალითად მუდმივი ემოციური საფიქრალი, რომელიც მუდმივად მაწუხებს საზიანოა, ანუ დისტრესია. ეხლა ეს კორტიზოლზე მოვიყევით, კორტიზოლი ნახეთ მოგ ხო, მითხარით სტრესის ისეთი სტრესი მითხარით, რომელიც არც ერთი ოდენობით არ არის სასარგებლო. სხვა შორის ალკოჰოლზე, სიგარაზე ამას ფიქრობენ, რომ ადგილობრივად ისეთ პასუხს არ თოვინებს უჯრედს, რომ ამაზე ბევრი მტკიცებულება არ გვაქვს, აი მეფეები სვამდნენ და არის ხანს ცოტა ოდენობით და მე ძლიერდებოდნენ. დაახლოებით ეგ პრინციპია უბრალოდ კვლევებით არ მტკიცდება, მაგრამ თეორიულად მომწონს. სტრესი მითხარით, რომელიც არც ერთი ოდენობით არ არის კარგი. ვერ ვიტყოდით კიბულზე გააჩნია, დამემართას ტკივილი გეთანხმებით, თუმცა ოქსიდაციური სტრესი გეთანხმები უფრო ქმედითი მინდა რაღაც, ანუ ვარჯიში ქმედება, ოქსიდაციური სტრესი ცუდია, მაგრამ მუდმივად მიმდინარეობს და მუდმივად მკლავდება შენი ორგანიზმი, მაგრამ გეთანხმები. აქტივობა, ანუ რაღაცა ყოველდღიური ცვლილება. არც ერთი ოდენობით ძილის დანაკლისში არ არის დადებითი ჩვენთვის. ხო, ანუ არც ერთი ოდენობით მცირე სტრესი, რომელსაც ძილის დანაკლისში მაძლევს, არ იქნება მათ შორის, იმიტომ რომ ოქსიდაციური პროცესები მეორე დღეს იზრდება. მოკლედ. საჭმელზე ფიქრიც ადეკვატური სტრესია. მოკლედ, დღის მონაკვეთში კორტიზოლის გრაფას უყურებთ და დაუბენ რომ გაღვიძებისთანავე ყავა და კორტიზოლის ოდენობა ერთმანეთთან მეგობრობენ, უბრალოდ ინდივიდუალურია და მართეთ თქვენი პრიორიტეტების ამებრ. მათ შორის ფიზიკური აქტივობის დროს ნახევარ საათ ადრე კოფეინი და შოკოლადი შავი შეიძლება იყოს ისეთი ბუსტი თქვენთვის ვერ წარმოგიდგენთ თურმე რამდენი შემეძლო. ასე რომ ყველაფერი ნაწილი პრიორიტეტზე მიდის, ასევე და თუ ნახეთ რომ დილით ყავა თქვენი სამუშაო დღის მიმდინარეობისას შუა დღეს უფრო მეტად გაძინებთ, ცოტა ხანი მოითმინეთ, მიმართეთ სამსახურში და პირველი როცა შეაღებთ კარებს, მიმართეთ ყავის აპარატს და ერთი გემრიელი ჭიქაყავით დაიწყეთ სამუშაო დღე ორმაგი ეფექტურობით წარმართავთ პროცესს. მაშინ როცა ეს ყველაფერი რაც ვილაპარაკეთ, კვების ნაწილში არის ერთ-ერთი მოთამაშე, მაგრამ არა ერთადერთი, ფიზიკური აქტივობა, ძილი, ელექტრომაგნიტური ტალღები, დროის მენეჯმენტი და ბიოლოგიური რიტმი და არა მარტო არის ყველაფერი ის, რაც საბოლოო ჯამში ერთი პროდუქტიულობაზე და მეორე ჩვენს კეთილდღეობაზე აისახება.